მადლობისა ქართველებო, კიდევ ერთხელ გამარჯობა. აი ახლა მივდივარ საქმის კურსში გაყენებთ ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ვცდილობ მივდივარ ისევ ჩვენს სამოქალაქო საპატრულო ადგილზე ბიჭებთან ტრადიციულად მიმაქვს თქვენგან გაღებული ზღვენი აი ამ ქართველი ბიჭებისთვის, რომელსაც მე აქტიურად აგერ უკვე რამდენიმე ყოველდღიურად მიმაქვს ბიჭებთან მოგეხსენებათ ახლა ეს მინდორში პატრულობა საოკუპაციო ხაზთან არც ისე მარტივი საქმეა და აი ესეთ პატარ-პატარა დახმარებები თქვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მადლობის სათქმელია ჩემგანაც და ბიჭებისგანაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მე კი შეგვიძლია ყველას რომ სათითაოდ ყველას თქვენ სახელსა და გვარს გავამჟღავნებ, მე თქვი მით უმეტეს 8 აგვისტოსკენ როცა უკვე ასე ვთქვათ დამაგვირგვინებელ აქციას გავაკეთებთ, მაგრამ ეხლა მინდა განსაკუთრებულად აი რო არ ვიცი რო არ მეთქვა ალბათ ვერ მოვისვენებდი და ვერც ბიჭებთან ვერ ვიქნებოდი მართალი და ვერც იმ ადამიანთან რომელიც პატარა კაცია. აი პატარა კაცზე მინდა ერთი რაღაც მოგიყვეთ ეს პატარა ისტორია რომელიც ახლა მოხდა, დღეს მოხდა ფაქტიურად სანამ წამოვიდოდი. 10 წლის ლუკა ხალხო რომელმაც არ შემიძლია ისე უთლათ ემოციოთ ამის თქმა 10 წლის ლუკა რომელმაც მეზობელია და მოვიდა და მეო გუშინო ბესობიძეო Facebook-ში ოგნახეთო რომ იქო ბიჭებთან ერთად იყავითო რა დროშასთანო მამა არ აყავს ლუკას რა და დედა ემიგრაციაშია და მაწვდის 3 წელ 5 ლარიანს და მეო მოგორავე ის მინდოდა მეყიდაო რა ქვია იმას ბოტასები მე არ ვიცი რა არის მოგორავე ბოტასები, მაგრამ მოგორავე ბოტასები მინდოდაო მეყიდაო და მერე ვიყიდი ამ ბოტასებსო და გაძლევთო აი 15 ლარიო მინდა რომ გაგატანოთო. ამას მეუბნება 10 წლის ბავშვი, თქვენ აზრზე ხართ 10 წლის ბავშვი მეუბნება რომელმაც ვიდეო ნახა იქ დროშასთან გადაღებული ჩემი სოფელში და 10 წლის ბავშვი ეზოში ჩამოდის მანქანას როცა ვალაგებდი ქოქავ და 15 ლარს მაძლევს ბიჭებს რაღაცები წაუღერთო და მინდა იცოდეთ რომ აი ესეთი 10 წლის ლუკასნაირები ბევრნი არიან და აი ლუკა ეს პატარა საჩუქრების ასრელები ჩიფსები შენი ფულით არის ნაყიდი შეიძლება ბევრმა დამადანაშაულოს რომ არ უნდა გამოგერთმია ამ ბავშვის ეს ფული არა 10 წლის ლუკამ უკვე ზუსტად იცის რომ იმის მოგორავე ბოტასებისთვის შეგროვებული ფული რომელიც მე გავამატანა აი საქმეს მოხმარდება რა და იმ დიდ ბიძიებთან წავა რომლისთვისაც მოკლე შორტიკის ჯიბიდან ამოღებული ფული გაუმატანა რა და მინდა პროსტო უბრალოდ მინდოდა მომეყოლე ეს ისტორია ხალხო თქვენთვის ახლა თად უემოციოთ ვერ გიყვებით, მაგრამ ძალიან ნამაყი ვარ რომ ამ ქვეყანას ხო ყავს 10 წლის ლუკასნაირი ძალიან ბევრი პატარა ბიჭი რომელსაც ზოგს მოგორავე ბოტასებისთვის შესაგროვებელი ფული აქვს და ზოგს კიდე ნაყინისთვის და ზოგს კიდე რა ვიცი რისთვის. არც ჩემს უკან დიდი კოლონა აგერ მანქანები მოდიან, ზოგი ზღვაზე მიდის, ზოგი დასასვენებლად ღმერთმა ყველას გაგიმარჯოს, მაგრამ იცოდეთ რომ არსებობენ ამ ქვეყანაში ხალხი ჩვენ არა, ჩვენი უკვე გავლიეთ. აი ეს 10 წლის ლუკასნაირი ხალხი, რომელიც თავის საქმეს ყოველთვის იტყვის. ლუკასგან არასოდეს არ გაიზრდება კლავიატურაზე მორაკუნე ვირტუალური ბავშვი და კაცი ლუკასგან გაიზრდება დიდი ქართველი პატრიოტი და ეს მოგორავე ბოტასებისთვის შეგროვებული ფული 15 ლარი რომელიც მე გამოვართვი, დიახ გამოვართვი, იმიტომ რომ ლუკამ უნდა იცოდეს და მას უნდა სჯეროდეს რომ ამ ფულით დიდმა ბიძიებმა რაღაცა საქმე გააკეთეს რა. ლუკა ჯიგარი ხარ, მაგარი კაცი ხარ, ვიცი რომ მე საღამოთი ამ ვიდეოს შენც უყურებ. და ლუკას იმედი კონდეთ კიდე ხალხო რა და ლუკასნაირების ყოველთვის.